ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ივანე ჯავახიშვილის 125 წლის იუბილეისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ის უნიკალური ხელნაწერები, ფოტომასალა და ნივთები, რომლებიც მეცნიერის მემორიალურ კაბინეტშია დაცული. ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს 20 მაისამდე შეეძლება. ივანე ჯავახიშვილის სამუშაო მაგი და ქართველი ერის ისტორიის ხელნაწერი და თბილისის უნივერსიტეტის გერბის ესკიზები. ნახეთ მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტში. ამ ოთახში ივანე ჯავახიშვილის სამუშაო კაბინეტია განთავსებული. ის ნივთები, რომლებიც დიდი ქართველი მეცნიერის სამუშაო ოთახს ამშვენებდა, ივანე ჯავახიშვილის ოჯახმა მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა. მას შემდეგ ამ ოთახში ყველაფერი ზუსტად ისეა განლაგებული, როგორც მეცნიერის სამუშაო კაბინეტში იყო. ყველა ფოტო ამ მაგიდასთანაა გადაღებული, კინოკადრიც კი არის, ერთ ძველი ფილმია შემორჩენილი ამ მაგიდასთან. სწორედ ამ მაგიდასთან შექმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელმა ქართული საისტორიო მეცნიერების ფუნდამენტალური ნაშრომები. აი ეს მოძრავი თარო უადვილებდა მეცნიერს შრომის დროს სასურველი წიგნის აღებას. უნიკალურ საარქივო მასალასთან ერთად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ივანე ჯავახიშვილის მემორიალურ კაბინეტში მეცნიერის პირადი ნივთები, ბიბლიოთეკა, ფოტოები და ჩანაწერებია დაცული. შევეცადეთ, რომ ის გარემო სრულად შეგვენარჩუნებინა, რაც ივანე ჯავახიშვილის ოჯახში ჰქონდა. ეს არის მისი სამუშაო მაგი და მისი თაროები, წიგნები. ოჯახმა გადასწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, რა თქმა უნდა, რომ ეს ცოტა უფრო ისეთი საზოგადოებრივი კუთვნილება ყოფილიყო და ამიტომაც მთლიანად მასშტაბებთან მთელი კაბინეტი თავის წიგნების კარადებით, ვთქვათ, რაღაც საწერი მოწყობილობით, მაგიდებით, აბსოლუტურად ყველაფერი პირდაპირ გადაიტანეს და ძალიან კარგი რომ ამ რაღაც ვთქვათ, შუალედურ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეს გამოიფინა. ქართველი ერის ისტორიის ხელნაწერი, სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის სტუდენტების ადრესი ივანე ჯავახიშვილს, თბილისის უნივერსიტეტის გერბის ესკიზები, სამოგზაურო ვიზები, ფოტოები, სიგელები, სხვა უნიკალურ ხელნაწერებთან ერთად დღიდან იმ ექსპოზიციის ნაწილი გახდება, რომელსაც ხელნაწერთა ინსტიტუტი მეცნიერის 135 წლის იუბილეს ფარგლებში უმასპინძლებს. თქვენ ნახავთ გამოფენილ საარქივო მასალაში, რომ არის ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი საფორტეპიანო კონცერტის მთელი პროგრამა მაგალითისთვის. არის მისი სხვადასხვა ენაზე ჩანაწერები, არის მუსიკის ისტორიის ორიგინალი წარმოდგენილი. ბუნებრივია აუცილებლად გამოფენდით ქართველი ერის ისტორიის ორიგინალს, ივანესეულ ავტოგრაფს. ივანე ჯავახიშვილის მემორიალურ ნივთებს და არქივში დაცულ მასალებს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 20 მაისამდე გამოფენენ. დიდი ქართველი მეცნიერის მემკვიდრეობის შესწავლის მსურველები გამოფენაზე კი ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენენ.